რა არის? ტემუს საქორწილო ამანათები. ალბათ მიხვდებოდით, რომ ქორწილისთვის მზადება ტემუდან გამოწერების გარეშე ვერ ჩაივლიდა. მოდით ახლა ერთად გავხსნათ და ვნახოთ. ზოგადად ტემუს კურიერებმა დაიწყეს ახალი აფერისტობა თუ სქემი, არ ვიცი რა დავარქვა. ამბობენ, რომ ვითომ ადგილზე არ დახვდი, მიაქვთ ამანათი საქართველოს ფოსტაში, ოღონდ ისე რომ არავინ გეუბნება. თუ არ მიაკითხე, ფოსტა უკან აბრუნებს შენს ამანათებს. ასე დამემართა მეც. ეს რა არის? მოკლედ მე გამოვიწერე ჭიქები, რომელიც შამპანიურის შადრევნისთვის გამოიყენება, ფოტოს გაჩვენებთ აუცილებლად. და ახლა ნახეთ რა ჩამოვიდა. ვაიმე არა უკაცრავად. თურმე პატარა ლარნაკები ჩამოსულა. დღეს ჭიქა მეგონა. იმიტომ რომ არც იმ ლარნაკს არ გავდა, რასაც ველოდი. დავასრულებ იმ ისტორიას, რასაც ვამბობდი. ჩემი ამანათი მოკლედ გაგზავნა საქართველოს ფოსტამ უკან ტემუსთან. მერე მე საფორც ველაპარაკე და ასე შემდეგ ვიჩხუბე ცოტა და წესით თავიდან მიგზავნიან უკან. მაგრამ არ ვიცი, ვნახოთ რა იქნება. ასეთი ლარნაკები გამოვიწერე, რომელიც რატომღაც მეგონა რომ იქნებოდა შუშა, მაგრამ არის ძალიან უხარისხო პლასმასი. ამაში მინდოდა რომ მაგიდებზე დამელაგებინა რაღაც ბუნებრივი სხვადასხვანაირი ყვავილები სხვადასხვანაირ ლარნაკებში და აი კიდე რამდენიმე არის შიგნით. ასეთი პაწაწუნაც არის. ტემუდან რაღაცებს ვიწერ რა. შევდივარ ხოლმე ესე სპონტანურად და იმპულსურად ვაკეთებ შეკვეთებს. თუმცა რეალურად არ ვიცი საბოლოოდ რას ვეძებ, რა მინდა, როგორი დეკორი მინდა რომ გავაკეთო. ძირითადად ვეძებ დეკორაციებს ქორწილისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან გადატვირთული დეკორი მაინც არ მექნება თქო და აი რაღაცები დავტესტოთ მოკლედ და ვნახოთ. თქო, ეგეთი იდეა მაქვს. ჯერჯერობით არაფერი მომწონს. ვეცდები რომ ამოვანათო რეალურად ის ფოტოები, რაც ტემუზე ჩანს და როგორი ნივთებიც გამოვიწერე, იმიტომ რომ ახლა ცოტა ვიბნევი და ვერ ვიხსენებ როგორი იყო. რაღაცა ძუა არის შიგნით და აქ არის ასეთი ხელოვნური ყვავილები. ცოტა ვერ ვხვდები ეგ ახლა როგორ უნდა ავაწყო. ой. და ამასაც ახლა გაჩვენებთ, ანუ ამოვანათებ როგორი გამოვიწერე და როგორი ჩამოვიდა. და თან მომძვრალი აქ რაღაცეები. ეს არ ვიცი, ალბათ ლიმონის იმიტაცია, მაგრამ ასეთი პატარა რატო არის, ვერ ვხვდები. რამდენიმენაირი დეკორი გამოვწერე ლიმონის სტილში, იმიტომ რომ ლიმონჩელოები მინდა გავაფორმო, ჩემი გაკეთებული. მოკლედ ასეთი რაღაცაა. ამას კიდე არა უშავს ვიზუალურად, ახლა რომ ვუყურებ, იმ ყვავილებს გავს, რაც წეღან გაჩვენეთ. შემდეგ უკვე არის რაღაც ყუთები და ყუთებშია შეფუთული. ჩემი ქორწილის მოსაწვევები. რეალურად სტუმრებს მოსაწვევები გავუგზავნე ელექტრონულად, ანუ უბრალოდ მივწერე და ჩავგდე დიზაინი, რომელიც თავად ავაწყე, წითლის ფერი ცოტა სხვანაირია. მე ცოტა სხვანაირი წითელი მქონდა გამოყენებული, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის. აი ასეთია, მოკლედ. ეს ვიზუალი საკმაოდ გავრცელებულია და მე თვითონ არ დამიხატავს ნამდვილად, თუმცა ასეთი ვიზუალი აქვს რა, სადა, მარტივი. ნახოთ რა არის შემდეგი და აქ უკვე ვხედავ რაც არის. აქ არის აი ასეთი პატარა დისკო ბოლები, რომელსაც არ ვიცი, რაღაცის დეკორად მინდა გამოვიყენო რა, ადგილზე რომ მივალ უკვე ქორწილში. ალბათ რაღაც ადგილს მოუძებნი, სადაც ამ პატარა ბურთებს ლამაზად დავალაგებ. ой, ნაცაკვარელია. არის აი ასეთი ყვავილები, ნამდვილად არ იქნება ეს ნამდვილი. თუ ნამდვილია, ვერ ვიგებ, მაგრამ ნამდვილს ძალიან გავს, მოკლედ რომ გითხრათ. ამასაც რაღაცაში გამოვიყენებ, მოკლედ. ეს პარკი ამით დასრულდა და გადავიდეთ მეორე პარკზე, რომელშიც არის მგონი რაღაც დიდი ყუთი მხოლოდ. რა არის? ეს არის ის ამანათი, რომელიც საქართველოს ფოსტამ უკან გააბრუნა და მე ტემუს უკან გამოვაბრუნებინე. აუ, ძალიან კაია. ეს არის ბუშტების საბერი პატარა. მე მგონი 50 ცალია შიგნით და ცარიელია, რა თქმა უნდა. მე თვითონ შევავსებ სიცხით, ეს არ იქნება პრობლემა. და ასე
სტუმრები გაბერავენ მოკლედ ბუშტებს. ანუ welcome drink-ები ხომ ექნება ლიმონჩელოს სახით და ასევე მინდა რაღაც welcome აქსესუარები სტუმრებისთვის, მათ შორის ეს ბუშტების საბერი. კიდევ მაქვს ესეთი მარაოები, რომელიც ბევრი არ გამომიწერია ჯერ, იმიტომ რომ მიდოდა დამეტესტა ხარისხი და ესეც იქნება welcome ნაკრებში სტუმრებისთვის, რომ თუ ძალიან ეცხელება, თავი გაიგრილონ. ქაღალდია, თუმცა თავის საქმეს ასრულებს. ой, კიდევ არის მეგონი 5 ცალი. ანუ სულ ჯამში 10 ცალი მარაოა და ბევრად მეტი დამჭირდება, რა თქმა უნდა. მოყვება თავისი ასეთი кейსი და ეს ძალიან მომწონს. უფრო გაალამაზებს. აი, ასე იქნება დადებული და ასევე მოყვება ასეთი თეგები, რომელსაც აწერია Thank you for celebrating with us. ესეც ძალიან კაია. და დევს ერთი დიდი ყუთი, რაშიც წესით უნდა იყოს ლიმონჩელოებისთვის პატარა ბოთლები. კი ეგენია. ასეთი ბოთლები არის მოკლედ, რომელიც ზომით ძალიან მომწონს და ძალიან საყვარელია, მაგრამ არის პლასმასი და აი ეგ ცოტა არ მომწონს, მაგრამ შუშის ვარიანტებს რომ ვეძებდი, ვერ ვიპოვე. ბოთლებს ასევე მოყვა ასეთი სტიკერები, რომელსაც აწერია limoncello with love და ასეთი ლენტები მოყვა, რომ უბრალოდ გავბანტოთ. როგორც ხედავთ, არის ძალიან ბევრი ბოთლი. თუ არ ვცდები, არის 50 ბოთლი და ნუ ეს საკმარისი არ არის, მეტი მჭირდება. მაგრამ როგორც გითხარით, აქედან რაღაცები ჯერ სატესტოდ გამოვიწერე ცოტა რაოდენობით და ახლა ავდგები და ალბათ დავამატებ იმებს, რაც მომეწონა. ბოთლები ძალიან კაია მართლა. რა თქმა უნდა, ველოდი რომ ასეთი იმპულსური შოპინგის შემდეგ ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩებოდი, მაგრამ კარგია ის, რომ ძალიან ძვირიც არ გადამიხდია ყველაფერში. უბრალოდ ძალიან იაფი გადავიხადე. კიდე რამდენიმე ამანაც ველოდები და რა თქმა უნდა, ყველა ამანაც თქვენთან ერთად გავხსნი. და ასევე შეგიძლიათ კომენტარებშიც მირჩიოთ კიდევ რა შემიძლია რომ ტემოდან გამოვიწერო ქორწილისთვის.